მინდოდა მეთქვა სოლიდარობის ნაკლებობაზე, რომელიც რაღაცა ტრაგიკული ხასიათს იღებს ჩვენ ქალაქში. ჩვენ მე რამდენი დღეა ვიკრიბებით ლევან აბზიანიძის გამო, ეს არის ჩვენი ქალაქელი, რომელიც 17 ივნის პოლიციამ წაიყვანა ნარკოტესტირებისთვის, რომლის განმავლობაში როგორც ის გარდაცვალებამდე იხდებოდა თავისი ოჯახის წევრებს, მას დაალევინეს შარდმდენი აბები, მას არ დაუდასტურდა ნარკოტიკების მოხმარება, ამის შემდეგ სახლში დაბრუნებული გახდა სულად ამ შარდმდენი აბების გამო, როგორც ჩანს, და ცოტა ხანში ის გარდაიცვალა. და ჩვენ ვიკრიბებით მე რამდენი დღეა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ორი მთავარი მოთხოვნით, პირველი რომ ლევან აბზიანიძის საქმე დაკვალიფიცირდეს არ როგორც თვითმყოფობამდე მიყანა როგორც ეხლა, არამედ როგორც სიცოცხლის მოსწრობა გაუფრთხილებობით, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ის უკვლელობაა. მეორე რომ გაუქმდეს იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს მოქალაქეებზე ზრუნვასთან. პირიქით, ეს არის ამ მოქალაქეების ჩაგვრის და მათი მარგინალიზაციის გზა და ინსტრუმენტი და ის ემსახურება ერთ-ერთ მიზანს, ფულის გამოძალვას, ისაც ღარიბი ქართული ოჯახებიდან და ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარწმუნებს სოლიდარობის აუცილებლობაში და იმაში, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, ცალ-ცალკე არათუ ჩვენი ჩაგვრა, არამედ როგორც უკვე ამოსეთ ჩვენი მოკლაც ძალიან ადვილია. და სოლიდარობა არის ერთ-ერთი გამოსავალი და ბრძოლა იმისთვის, რაც საერთოა.